საღამოშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. ესე იგი, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის კრიზისი შეიძლება ისევ გაახლდეს, რეალური გახდა. მე როდესაც ეს ამბები მიმდინარეობდა, გითხარით, რომ ირანს არ შეეშვებოდნენ და აუცილებლად დადგებოდა ისევ ხელახალი კრიზისი. ფაქტია, რომ ის დგება, ამიტომ დიდხანს არ მოგაწყენთ თავს ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრით. დღეს მაინც ისეთი ჯერ მაინც წინაპირო მოვლენები არის ამ ყველაფრის და უბრალოდ ეს რომ რეალური არის, რეალურად რო ჩანს აი ამის თქმა მინდა, მაგრამ მანამდე მინდა ერთ რაღაცა შევეხო. აი გუშინ გახდა ცნობილი, გუშინ წინ უფრო მე მგონი გუშინ აღარ მახსოვს ზუსტად. რომ უკრაინამ საქართველოში ხელახლა გამოაგზავნა ელჩი. ამდენი ხანი უკრაინა საქართველოში ელჩი არ ყავდა, იმიტომ რომ არ მიიჩნევდა თურმე საქართველოს როგორც პარტნიორად საინტერესო მიმართულების ქვეყნად თუ არ მიიჩნევდა მოკავშირედ და რა ვიცი, რა უნდა დაარქვა იმას. ან პროტესტის ნიშნად ყავდა გაწვეული ზელენსკის სლავა უკრაინეს რეჟიმს. ასეა თუ ისე არის, ფაქტია ის, რომ უკრაინის ელჩი საქართველოში არ ეგდო, არ ბრძანდებოდა და ეხლა უცებ გამოჩნდა, რა მიზეზით გამოჩნდა, რა მიზნით გამოჩნდა და ასე შემდეგ ორი სიტყვით ამას ვიტყვი. ჯერ ერთი მინდა უთხრა აი უთავმოყარეო ქოცებს, რომლებსაც რა ვიცი, ზოგიერთებს კიდე ეს უხარიათ, ძალიან უხარიათ, რომ ესე ელჩი გამოჩნდაო და გვაღიარესო, ხო, აი უკრაინა მოგვაღიარაო და ალბათ წითელი ხალიჩებით დახვდებით იმაში, რა ქვია, თბილისის აეროპორტში რო ჩამოფრინდება უკრაინის ელჩი და შეუძურებით და თქვენ ხო მიუხედავად იმისა, რომ უკრაინიდან ბომბები, მუქარები, რა ქვია, მეამბოხეები და 1000 უბედურება გეგზავნებოდათ, თქვენ ხო უკრაინაში სამაგეროდ ჰუმანიტარულ დახმარებას, გენერატორებს აგზავნიდით და ხო უკანალში უძრებოდით ყველაფერში უკრაინას, ამიტომ ეს ბუნებრივი მოვლენა არის და თან იძახოდით, რომ აი უკრაინის ხელისუფლებას ჩვენ ხალხს ვცემთ პატივს და ასე შემდეგ და ასე შემდეგო და თავმოყარე სახელმწიფო და თავმოყარე ხელისუფლება ამოარტყამდა მაგ უკრაინის ელჩს პანგურს და ეტყოდა სანამდე უკრაინაში იქნება აი ამ საკუთარი ერის და ქვეყნის გამანადგურებელი და დამაქცევარი ეს ბოროტი კლოუნი, რომელსაც დიდი ხანია ლეგიტიმაცია გაუვიდა და არჩევნებიც კი არა აქვს ჩატარებული და ისე აგდია იქ და ისე ხოცავს მის ხალხსაც და უბედურებას აკეთებს, რასაც აკეთებს. მანამდე ჩვენ ამ ქვეყანასთან არაფერი საქმე არ გვექნება, იმიტომ რომ არაფერი სიკეთე იქიდან შეიძლება წარმოშობილი იქნას ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ ქოცები საერთოდ ყველასთან ცალმხრივ რეჟიმში მეგობრობით რჩებით, ეს უკრაინა იქნება, ეს შეერთებული შტატები იქნება, გერმანია იქნება, თუ ის იქნება, ამიტომ თქვენ ხართ უთავმოყარეო ადამიანები და თქვენ ხართ უთავმოყარეო ძალა, ამიტომ კარგად იციან უთავმოყარეო ხალხს, ყველაფერი ყველა დრო შეიძლება აკადრონ და ამიტომ გაკადრებენ ყველაფერს და ამიტომ კიდი ხართ ყველას ფეხებზე, ევროპაში იქნება, ამერიკაში იქნება თუ სად იქნება და მუხლებზე ჩოგით რო იძახით, რა ქვია, რატო არ გამოიარა ჩვენთან ისა დივენსმა და რატო არ მიგვიწვია ეს ჩვენ მშვიდობის კრებაზე და ასეთ რაღაცეების ან დავოსში არ მიგიწვევენ, იმიტომ რომ მონასთან სალაპარაკო არავის არაფერი არ აქვს, მის ბატონს მოელაპარაკებიან და ისე გააკეთებს მონა როგორც გასაკეთებელი არის. ხო, ამაში არის საქმე და ტყილა იმას ნუ ამბობთ, რომ ვითომ ეს დამოუკიდებელი პოლიტიკის გამო ისჯება ისა საქართველოს ხელისუფლება. დამოუკიდებელი პოლიტიკა თქვენ არ გაგაჩნიათ, თქვენ გაგაჩნიათ ერთი მონური პოლიტიკა. უბრალოდ ეს საქმე იმაში არის, როდესაც ისეთი მოგთხოვეს, რომლის შესრულებაც დამღუპელი იყო საერთოდ თქვენთვის,
უკანასკნელი კახბაც კი ამბობს ისეთ რაღაცის შესრულებაზე უარს, რაც მის სიცოცხლეს დაემუქრება, ასე რომ ამაში გასაკვირი არაფერი არ იყო, თქვენ მოყვარეობა სადაგავთ. ფაქტია ის, რომ მიხვდნენ უკრაინაში და მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც იყო დაგეგმილი რუსეთისთვის სტრატეგიული დამარცხების მიყენება უკრაინაში არ გამოდის და არ გამოვა. უფრო მეტიც თავიდანვე იყო განწირული. და თავიდანვე ყველამ კარგად იცოდა, რომ მსგავსი რაღაცა არ მოხდებოდა, თუმცა ყოველ შემთხვევაში ამ ომით დასავლეთი მაინც მოგებული დარჩებოდა ის რეაქციული ძალები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ცდილობენ რუსეთის როგორც ასეთი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის წაქცევას და განადგურებას პირველ რიგში ეს არის ბრიტანეთი და ის ნეოკონსერვატიული ძალები შეერთებულ შტატებში, რომლებიც ეს ბჟეჟინსკის და მათი იდეოლოგიით არიან აღზრდილები და ხედავენ, რომ ეს ყველა იმპერია უნდა განადგურდეს და მხოლოდ შეერთებული შტატები უნდა იყოს დომინანტი და ამ ძალებს მინიმუმ მოგება ის დარჩებათ, ეს ომი როდესაც დამთავრდება, რუსები და უკრაინელები კიდე დიდი ხანი ვერ შერიგდებიან ერთმანეთში და ეს ომი თაობებში დარჩება, როგორც ასეთი დამღუპველი ორი მოძმერისთვის და ისჯება რუსეთი შეიძლება და მე თავიდანვე როდესაც დაიწყეს ომი ვთქვი, რომ შეიძლება პუტინმა და რუსეთმა ბრძოლის ველზე გამარჯვება მოიპოვოს და აუცილებლად მოიპოვებს, მაინც ომის სანამ არ დასრულდება, ანამდე ლაპარაკი არ შეიძლება, მაგრამ ფაქტია ის, რომ შორეულ პერსპექტივაში, როდესაც შენ ტყუპის ცალთან გაგყოფენ და მტრობას ჩამოგაგდებიებენ ერთმანეთში, დაზარალებული უკრაინელი და რუსი ხალხი იქნება მაინც ბოლომდე და დიახ, ასეც იქნება. მაგრამ ეს ცალკე საკითხი არის. საკითხი არის ახლა ამ მომენტისთვის ის, რომ უკრაინის ამბავი, როგორც ასეთი გეოპოლიტიკურ ჩარჩოში, როგორც განიხილებოდა ისე, რომ თუ კი უკრაინაში რუსეთი დამარცხდებოდა, რუსეთი დაიშლებოდა. თუ რუსეთი არ დამარცხდებოდა და დასავლეთი დამარცხდებოდა უკრაინაში, მაშინ ნატოს და ევროკავშირის ბედი იქნებოდა თმის ბეწვზე ჩამოკიდებული და ზუსტად ეს მოვლენები მიმდინარეობს და ეს მოვლენები ხდება და მიხვდნენ ახლა, რომ უკრაინაში ეს არ მოხდება, ამიტომ დაიწყეს გადაწყვეტილია ეს ამბავი, რომ გაიყოფა უკრაინა, როგორ და რანაირად ამას დრო აჩვენებს და სამაგეროთ ის ტერიტორია რაც დარჩება, იმათ ჭირდებათ რაღაც დიპლომატიური არხები და ესე შემდეგ და დიპლომატიური არხებით როგორც ურთიერთობა ცივილიზებული სამყაროს სახელით და რამე და ამიტომ გამოაგზავნეს ეს ელჩიტორი აქ საქართველოში ელჩის არავინ არ გამოაგზავნიდა. არავის არ აინტერესებდა და არავის არ ჭირდებოდა ამათთან ოფიციალური ურთიერთობა არც განიხილავდნენ და არც არაფრად აგდებდნენ და არც დღეს არ აგდებენ სიმართლე გითხრათ. მაგრამ ასე ჭირდება საქმეს და ამას დიპლომატიას ეძახიან. იქამდე უკრაინელები ისე იყვნენ გათავხედებული არა მარტო ეს რა ქვია პოლიტიკური წრეები, უკრაინის სპორტსმენებიც კი ეს კალათბურთის ნაკრები იქნებოდა, მოციგურავეების ნაკრები იქნებოდა, თუ რა იქნებოდა, ქართველებს ხელს არ ართმევდნენ. ქართველ სპორტსმენებს და საქართველოს ნაკრებს შეურაცხყოფელი ჟესტებით აჩვენებდნენ, მაგრამ ამაზე პრობლემა არავის არ ქონდა საქართველოში. ნორმალურებს ქონდათ, მაგრამ აი ამათ პოლიტიკოსებს და ამ ცნობად სახეებს და ამათ არ ქონდათ პრობლემა პირიქით. საქართველოს უკრაინის ნაკრების თამაშის დროს უკრაინას გულშემატკივრობდნენ. ეს ბიონაგავი არის საქართველოში, ასე რომ ჩამოახლა ის რა ქვია, მაგათი ელჩი და ნაცები და ქოცები დახვდით იმათ რა ქვია. წითელი ხალიჩით უკრაინის საელჩოსთან გაიგეთ, სხვათა შორის უკრაინის ელჩი და საელჩო ავტომატურად ჩადგება იმ ჯაჭვში, რომელიც ჯაჭვშიც აქამდე მხოლოდ გერმანიის ელჩს და საფრანგეთის ელჩს და ამ ქვეყნებს ევროკავშირის ელჩს და ამათ ნახავთ ახლა დაემატებათ უკრაინის ელჩი რა სიტყვის საქართველოში, ხო დიპლომატიური ფრონტია გასახსნი. ეს მოკლედ ამ საკითხთან დაკავშირებით
რომ ვიცოდეთ რა იქნება, ეს აკაცუკებს ახლა საელჩოს გავლით ახალი ფულები შემოუვათ ბაბუ და ის თუ არა ლამის იყო და დაივიწყეს უკრაინა და ირანის დროშებით დარბოდნენ. ახლა რაც შეეხება ირანის ამბავს, ფაქტია, რომ ახლო აღმოსავლეთში ხდება ძალიან სერიოზული გადაჯგუფება. ძალთა გადაჯგუფება, შეერთებული შტატები ახდენენ მათი შეიარაღებული ძალების როტაციას, ზოგიერთი ბაზა საერთოდ დაცალეს და გაიყვანეს, იგივე ერაყში ერთ-ერთი ბაზა დაცალეს გაიყვანეს. თავიდან ჩანდა ის, რომ ირანის მუქარაზე, რომ ისინი ნებისმიერ ქვეყანას დაარტყამდნენ, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზები იყო განთავსებული და ამ ქვეყნებმა მოთხოვეს ამერიკელებს, რომ არ მიიტანო ირანზე იერიში, იმიტომ რომ ჩვენ ირანს ვერ შევაკავებთ. და ირანი აუცილებლად დაგვესხმება თავს. ამიტომ მოხდა ზოგიერთი სამხედრო ბაზების დაცლა და გაყვანა, ეს შთაბეჭდილება რჩებოდა, იგივე კატარიდან, რომელიც წინა 12 დღიანი ომის დროს ირანმა დაბომბა ამერიკული სამხედრო ბაზა, იქედანაც იქნა გაყვანილი უზარმაზარი კონტინგენტი. გადაჯგუფება, როტაცია დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად ბევრისთვის, თუმცა ვინც ვადევნებდით ამ მოულენებს თვალყურს, არაფერი მოულოდნელობა არ ყოფილა. ავიამზიდები, რომლებიც განთავსებული იყო ოკეანეთის ქვეყნებში, იქეთკენ ჩინეთისკენ და მალაიზიისკენ, ტაივანისკენ, ასე რომ ვთქვათ, იმ მიმართულებაზე, მათ ჭირდებოდა დრო იმისთვის, რომ მისულიყვნენ ახლო აღმოსავლეთში. იმიტომ ასე უცებ ვერ გადაადგილდებოდა, ჭირდებოდა დაახლოებით 10 დღე, 2 კვირამდე ამ ყველაფერს და ამ პერიოდში მოხდა ის, რომ უკვე მიაღწია ახლო აღმოსავლეთის სანაპიროს ამ ავიამზიდებმა, ამას გარდა ტელეგრამის არხზე ვინც ახარ შემოსული, ხედავთ ინფორმაციას, რაც იქიდება. ამას გარდა ამერიკელებმა დაიწყეს ახლო აღმოსავლეთში საჰაერო ძალების გაძლიერება, საჰაერო ხიდი გახსნეს, უზარმაზარი შეიარაღება არის ჩატანილი, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები. გაზრდილი არის პირადი შემადგენლობის რაოდენობა, ასევე სამხედრო საჰაერო თვითმფრინავების გამანადგურებლების გადასროლა არის, ეს არ არის 1 და 2, უზარმაზარი 41 მარტო სატვირთო თვითმფრინავი ჩაფრინდა, უზარმაზარი სატვირთო თვითმფრინავი. რაც ყველაფერი იმაზე მიუნიშნებს, რომ პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ სამხედრო ლოგიკა გამოსაცნობი არის, როდესაც ამხელა ძალების გადაჯგუფება ხდება, იქ რაღაცა კარგის მოლოდინი არ უნდა იყოს. კარგის მოლოდინი რო არ უნდა იყოს, ამას უკვე თვითონ პრეზიდენტი ტრამპიც კი არ მალავს და დაიწყო ღიად განცხადებების გაკეთება, რომ თუ კი ირანელები არ მოაწერენ ხელს ბირთვულ შეთანხმებას, ამერიკელები აუცილებლად დაბომბავენ ირანში არსებულ ბირთვულ სამიზნეებს, რაც ისრაელის ბრალდება არის ირანის მიმართ 96 წლიდან მოყოლებული. ტრამპი იყო გამოსული ღიად, არა მარტო სოციალურ ქსელში გააკეთა განცხადება, მან საჯაროდაც გააკეთა განცხადება. მე მინდა ერთი რაღაცა უთხრა, ვინც ამ საქმით დაინტერესებულია, ვინც ამ ყველაფერს ადევნებს თვალყურს, ვერანაირად ვერც ერთი ქვეყანა ირანს ვერ მოელაპარაკება და არ მისცემს იმის საშუალებას ირანი არც ერთ ქვეყანას და არც ერთ ძალას, რომ ქვეყანამ უარი თქვას ბირთვულ ტექნოლოგიებზე. ბირთვული ტექნოლოგიები ეს არ არის მარტო ბირთვული ბომბი, როგორც ბევრს წარმოუდგენია, ბირთვული ბომბი არის ბირთვული ტექნოლოგიების სამხედრო მიმართულება. მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ რას წარმოადგენს ბირთვული ტექნოლოგია, ეს არის ატომის და ურანის გამოყენება, როგორც
ენერგიის გარდაქმნისთვის, სამედიცინო მიმართულებაში და სხვა უამრავ რამეში. ამიტომ ირანი არასდროს უარს არ იტყვის ბირთვულ ტექნოლოგიებზე. და თავისი კვლევითი ცენტრის განვითარებაზე, მით უმეტეს, როდესაც ამ კვლევითი ცენტრის მშენებლობაზე წასული არის უზარმაზარი თანხები, უამრავი მეცნიერი იქნა მოკლული, რომელსაც იქაური წმინდანების სტატუსი აქვთ მინიჭებული, ვინც ამ ბირთვულ ტექნოლოგიებზე მუშაობდა და ყველამ კარგად იცის, რომ როდესაც სახელმწიფო ისეთი იდეოლოგიზირებული სახელმწიფო, როგორიც არის ირანი, მით უმეტეს ქმნის ბირთვულ ბომბს, ბირთვულ ტექნოლოგიებს, ის უკან არ წაიღებს ამ ყველაფერს. რა ვქნა ჯიგარო, ჭედავს. ინტერნეტი ჩემზე არაა დამოკიდებული. და საერთოდ ერთი რაღაც არის მარტივი წესი. ქვეყნებმა, რომლებმაც შექმნეს ბირთვული ბომბი, ამ ქვეყნებმა დაისვენეს გარეჩარევებიდან. იგივე ჩრდილოეთ კორეამ, რომელსაც ემუქრებოდნენ, რომელსაც ხანისე, იგივე პაკისტანმა, იგივე ინდოეთმა, ყველამ აბსოლუტურად, ვინც შექმნა ბირთვული იარაღი, მათთან შეერთებულ შტატებს მოეხსნა პრობლემები. ამიტომ ირანსაც და ირანელ ხალხსაც აქვს განცდა იმის, რომ თუ სხვა შეიძლება გქონდეს ბირთვული ტექნოლოგია და ბირთვული ბომბი, ჩვენ რატომ არ უნდა გქონდეს, თუმცა რეალურად როგორც ჩანს, იქ ჯერჯერობით ბირთვული ბომბის შექმნაზე არ არის საუბარი. იმიტომ რომ ეს კიდე ცალკე მეცნიერული მიმართულებაა, სამხედრო მიზნებით ბირთვული ბომბის გამდიდრებას ძალიან დიდი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული დანახარჯები ჭირდება. მაგრამ ახლა განსხვავებით რო ვთქვათ, იმ ურანის გამდიდრება, რომელიც საჭირო არის, ვთქვათ, ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, ამ დონემდე რომ მიიყვანონ ურანი საჭირო არის 4%. და ეს რო გამოიყენოს სამხედრო დანიშნულებისთვის, ეგ არის საჭირო 98-97% გამდიდრება, რასაც უდიდესი დანახარჯები ჭირდება. ამიტომ ირანი უკან არ წაიღებს ბირთვულ ტექნოლოგიებს, თავისთავად მიზეზი ყოველთვის იქნება საიმისოთ, რომ ირანში შეყონ წვირი. ალბათ ძალიან მალე კვლავ ნახავთ ჩვენ თბილისის ქუჩებში გამართულ ანტი-ირანულ მიტინგებს, ალბათ ისევე ირბევენ სეფივიდების დროშებით ქართველი აკაცუკები და ქართველი მდედრები ალბათ კვლავ მონახავენ ვიღაცა ახალგაზრდა ლამაზ იმას რა ქვია ირანელ ბიჭს, რომელსაც ჩამოხრჩობას უპირებენ და იქნება ერთი წივილ-კივილი და ისტერია. რეალობა კი არის სულ სხვა რაღაცა. რეალობა არის, რომ იქნას ირანი როგორც ასეთი დამოუკიდებელი მოთამაშე და დამოუკიდებელი სუბიექტი განადგურებული და იქნას ჩაგდებული ხელში მისი ნავთობი, მისი ბუნებრივი რესურსები. ისტორიაში ასე მოხდა თავის დროზე ერაყთან მიმართებაში, ერაყიც ქმნიდა თავის დროზე ბირთვულ ტექნოლოგიებს და მასაც უნდოდა რომ ქონოდა თავისი ბირთვული ბომბა, რომ თავი დაენებებია ყველა გარე ძალას მისთვის, მაგრამ ერაყთან მიმართებაში მარტივად მოახერხეს განადგურება, დაბომბეს და შემდეგ შეიჭრენ, საერთოდ დაამხეს და ჩამოახრჩვეს იქაური მართველი. რა ვიცი ახლა, რათ უნდა ახლა დიქტატორს ნავთობი უნდა დემოკრატებს და ეს რა ქვია, ამერიკის მოკავშირეებს. მასე სხვათა შორის ამ გზით მიდიოდა თავის დროზე კადაფიც, თუმცა არც კადაფს მისცეს საშუალება, არც კადაფს მისცეს საშუალება ბირთვული მიმართულების განვითარების და როგორც დაამთავრა კადაფმა ყველამ კარგად ვიცით.
ასევე არსებობდა ისტორიაში ერთი ასეთი საინტერესო მომენტი, რომელიც უნიკალური არის. იყო ერთი ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ბირთვული ბომბი, მაგრამ ნებაყოფილობით თქვა უარი ბირთვულ ბომბზე, ეს იყო სამხრეთ აფრიკა, რომელსაც გააჩნდა ბირთვული იარაღი, ისრაელი დაეხმარა შექმნაში და ეს კომუნიზმის საფრთხის წინააღმდეგ იყენებდა. ყოველ შემთხვევაში ამას ამბობდა, სინამდვილეში იყო აპარტეიდი ამ ქვეყანაში, იყო ჩვეულებრივი რასიზმი, სადაც თეთრკანიანები ბატონობდნენ შავკანიანებზე და იმისთვის, რომ საერთო ჯამში მთელმა მსოფლიომ დაასანქცირა ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თუმცა არასდროს არ უფიქრიათ ამ მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებს სამხრეთ აფრიკაში დაეცვათ ადამიანების უფლებები და სამხრეთ აფრიკას არ ქონოდა ეს რა ქვია ბირთვული ბომბი, მაგრამ საიმისოდ რომ სანქციები, რომელიც მთელმა მსოფლიომ დაუწესა, მაშინ ერთადერთი შემთხვევა პრინციპში სიმართლე გითხრათ, როდესაც სანქციებმა იმუშავა. საკუთარი ხელით გაანადგურეს საკუთარი ატომური არსენალი და მოშალეს ბირთვული რეაქტორები. ამიტომ ამის სანაცვლოდ იქნა მოხსნილი სანქციები, მოხდა სამხრეთ აფრიკის მიღება სხვა განვითარებული ქვეყნების რიგებში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ცალკე თემა არის, მაგრამ სხვა ანალოგია არ ყოფილა. სხვა ანალოგია არ ყოფილა, რომ საკუთარი ხელით შექმნილი ატომური ბომბი, ან ატომური ტექნოლოგიები გაენადგურებია ქვეყანას. ამიტომ ირანი ნამდვილად არიზამს მაგას. ირანი არ არის არც სამხრეთ აფრიკა და არც ირაყია, არც ლიბია. ამიტომ საჭირო არის ირანს, გუშინ გენერალი იყო გამოსული Fox News-ის ეთერში, ამერიკელი გენერალი და პირდაპირ თქვა იმას არ დაუმალია, რომ ჩვენი გადასროლებივე ემსახურება იმას, რომ გველს თავი გაუჭეჭყოთ. იგულისხმებოდა ირანი და ირანის მმართველობა. ახლა რამდენად მოახერხებს შეერთებული შტატების ეს ქირურგიული ჩარევა ირანში ხელისუფლების ცვლას, თუ აქამდე მივიდა საქმე, ამას ჩვენ ვნახავთ. ძალიან მალე ვნახავთ, რომ ამას არანაირი შედეგი არ ექნება. არანაირი შედეგი არ ექნება. აქ სავარაუდო არის ის, რომ ირანი აუცილებლად საპასუხო დარტყმებს მიაყენებს, ამიტომ საუდის არაბეთმა, კატარმა და სხვა ქვეყნებმა უთხრეს ამერიკელებს, რომ ჩვენი ტერიტორიების გამოყენების უფლებას თქვენ არ მოგცემთ, არ გვინდა ჩვენ მივიღოთ ირანული რაკეტები საკუთარ თავზე. თუმცა ესეც ირანისთვის ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, რომ არ მისცემს რომელიმე ქვეყანა მის უფლებას, სადაც იქნება მტრის ბაზები იქ დაარტყამს. ამიტომ ავიამზიდების მიცურება ახლოში იმას ნიშნავს, რომ როგორც ტრამპს ახასიათებს, რაც შეიძლება სწრაფად მიიტანოს იერიში და სწრაფად იქნას განადგურებული და სწრაფი შედეგი დაითოს. მაგრამ არ იმუშავებს ეგ ყველაფერი. ზურა გაგცემ მაგაზე პასუხს აუცილებლად უკრაინის ფაქტს აუცილებლად გეტყვი, მაგ ამბავს არა აქვს მაგას შეხება, არანაირი შეხება არ აქვს მაგას რეალურად ამ ბირთვულ ტექნოლოგიებთან და გეტყვი რატო. ასე რომ თუ კი მაინც და მაინც ომი იქნება დაწყებული ირანში, ეს გამოიწვევს ისევ და ისევ უბედურ მოვლენებს და ის რაც იყო, ეს იქნება უბრალოდ ყვავილები. კინოს აწივნახავთ. სავარაუდოდ როდისთვის არის მოსალოდნელი, რომ იქნას ეს დაძაბულობა ირანში შექმნილი დიდი ალბათობით, აი ძალიან დიდი ალბათობით, მე ვფიქრობ ამას, რომ სადღაც უახლოესი 2 კვირის რადიუსში და რატო?
მიზეზი ის არის, რომ ორი კვირის რადიუსში გადის 40 დღე, 40 დღე იმ დროიდან, როდესაც ირანში დაიწყო არეულობა და ირანში იყო პირველი მსხვერპლი. შიიტური სამყარო კიდევ ვინც იცის, ისლამური სამყარო და განსაკუთრებით შიიტური სამყარო ვინც იცის, შიიტურ სამყაროში ადამიანის გარდაცვალებიდან 40 დღე თუ რას ნიშნავს, მაშინ იმას ეცოდინებათ თუ რატო. აი როგორც ჩვენ ვიცით, სულის მოსახსენიებელი 40 დღე და ქრისტიანებმა შემდეგ განსაწმენდელი და ესე და ესე. აი ასეთი და შეიძლება უფრო მეტ მნიშვნელობასაც ანიჭებდნენ ირანელები აი ამ დღეს. ამიტომ ეს დღე იქნება აუცილებლად გამოყენებული იმისთვის, რომ დაღუპული მეამბოხეების ნათესავები კვლავ გამოვიდნენ ირანში ქუჩაში და კვლავ დაიწყონ ხელახლა არეულობა და აიყოლიონ ირანის დანარჩენი მოსახლეობა. ახლა ირანში სხვა სიტუაცია არის. არ არის ირანი ისეთი ქვეყანა, ბევრჯერ მისაუბრები ამ თემაზე. ირანში დაახლოებით ირანის მოსახლეობის 20% ეს არის არათუ ირანის მთავრობის და ამის მხარდამჭერები. ეს 20% არის ზუსტად ის ძალა, ფანატიკური ძალა, მოსახლეობა, რომელიც არის მზად აიათოლა ხომეინის გამო და ისლამური რევოლუციის გამო უშუალოდ შეეწიროს, იმიტომ რომ თვითონ ეს ხალხი არიან ირანის მმართველობაში, მაღალთანამდებობაზე, ირანის დოვლათი, ასე რომ ვთქვათ, ძირითადად ამ ხალხი არის ასევე გადანაწილებული და გუშაქთა კორპუსი. დანარჩენი 80% ყველგან როგორც ყველა ქვეყანაში არის ზოგი რაღაცის მომხრე, ზოგი რაღაცის მოწინააღმდეგეები და მათ შეიძლება უნდოდეთ რაღაცა მმართველობითი ცვლილება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენი 80% 20%-ის წინააღმდეგია. არის დაახლოებით სადღაც 20-30% იქაც, ვინც აქტიურად წინააღმდეგი არის ამ ყველაფერში ჩარევისთვის, მაგრამ დანარჩენი პროცენტი მოსახლეობის რაოდენობის დიდი ნაწილი ასევე კატეგორიული წინააღმდეგი არის, რომ ირანში განხორციელდეს უცხოური ინტერვენცია და ისინი იღებულობენ როგორც საკუთარ თავზე თავდასხმას. საერთო ჯამში რო ავიღოთ დაახლოებით 70% ირანის თუ 80% არა, 70-80% მზად არის იარაღს მოგიდოს ხელი და საკუთარი სამშობლო დაიცვა. შეიძლება მე არ მომწონდეს ჩემი მთავრობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე გარე ძალას მივცე საშუალება ჩემ ქვეყანაში შემოვიდეს და გადამიაროს და რეჟიმი შემიცვალოს. დაახლოებით ეს მოვლენა არის. ამიტომ ორი კვირის რადიუსში გამოჩნდება ყველაფერი. ახლა სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით, ძალთა უპირატესობის ამაზე აღარ მოვაწყენ თავს ამ თემებთან დაკავშირებით საუბრით დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გამოჩნდება. უბრალოდ ერთი რაღაცის თქმა მინდა გარკვევით, რომ ირანს აქვს ყველანაირი საშუალება აბსოლუტურად ყველა მის ირგვლივ მდებარე დაახლოებით 3000-4000 კილომეტრის რადიუსში აბსოლუტურად ყველა სამიზნეს, მტრულ სამიზნეს დაარტყას. არა აქვს მნიშვნელობა ეს ხმელეთზე იქნება თუ ზღვაში იქნება. ზღვაში კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობებიც გააჩნიათ. ნახოთ, ძიმე მომდევნო ორი კვირა იქნება, ეს ორი კვირა გამოაჩენს ყველაფერს. ამ ომს არავინ მეზობელი ქვეყნები, კიდევ ერთხელ ვამბობ, ერაყში ომიდან განსხვავებით არ ემხრობიან. ჰუსეინის წინააღმდეგ სხვა სიტუაცია იყო. აქ ყველა ხვდება როგორ იქნება და რანაირად. ემხრობიან მხოლოდ ესეთი აკაცუკა ხალხი, როგორებიც საქართველოში არიან, რომელსაც არ აინტერესებთ რა იქნება. იმედია ღმერთმა ქნას და არ მოხდება ეს ომი, მაგრამ ტრამპი როგორც ბიზნესმენი და როგორც ბიზნეს მოლაპარაკებების ერთ-ერთი ვაჭარი, ასე რომ ვთქვათ, რომლებსაც საერთოდ სულ ეს ვაჭრული სული აქვს და მის დასასიკეთოდ ყველა სიტუაციიდან რაღაცა უნდა გამოტყაოს, შეეცდება ძალის დემონსტრირებით
ირანს აიძულოს რაღაცა შეთანხმების შეიძლება ეს ყველაფერი ასე განვიხილოთ რაღაცა შეთანხმების ხელმოწერა, რასაც თვითონ მიიწერს როგორც მის წარმატებას და არ წავიდეს იმ სისულელეზე, რომელ სისულელესაც დღეს ლაპარაკობს, რომ აი ჩვენი ლამაზი გემები მივიდნენ. ტრამპი ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ საქმეზე რომ იდგება საკმაოდ რაციონალური არის. მაგრამ მისი სიტყვების უარმყოფელი გამოდის სულ ცოტა ხანში. აი ორი კვირის წინ და ხო და თუ ერთი კვირის წინ მე გადავიფიქრე ირანზე დარტყმაო. აი ახლა კიდე მიყვანილი ყავს უზარმაზარი არმადა. და ახლა იძახის იქიდან იმუქრება, მოაწერეთ ხელი თუ არა რა. თუ არა რა ის რომ აგერა მიყვანილი უზარმაზარი სამხედრო ძალა და ჩვენ თქვენ დაგბომბავთ. აი ამ მოლოდინში ცხოვრობს სამყარო და ამ მოლოდინში უნდა ვიცხოვროთ ჩვენც, როგორც რეგიონის ქვეყანამ, პატარა ქვეყანამ და ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი თავის სადარდებელი, თუ ასეთ შემთხვევაში ჩვენ რა გვეშველება. ღმერთთან უკნას რომ ომის სცენარით წავიდეს ეს ყველაფერი, კიდე ერთხელ ვამბობ ხაზგასმით ვამბობ ერთ რაღაცას, რომ დევნილთა ნაკადები წალეკავს საქართველოს. 2-3 მილიონი დევნილი მაინც იქნება ირანიდან სამხრეთ კავკასიაში წამოსული. არ ვიცი, სად წაიკითხე ჩემო ძმაო, რომ გრენლანდიაზე უარი თქვა, მე ვერ ხედავ. გრენლანდია მე მივიღეო 1 ტყვის გაუსროლელად და 1 ცენტის გადახდის გარეშეო და ეგერ პინგვინების სურათებს დებს მის გვერდზე პინგვინთან ერთად დასეირნობს გრენლანდიაზე, მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ პინგვინები ჩრდილოეთ პოლუსზე არ ბინადრობენ, სამხრეთ პოლუსზე ბინადრობენ, მაგრამ ტრამპს მაგ ხელა განათლება არ აქვს, რომ პინგვინი ანტარქტიდაზე არა. თუმცა რა გასაკვირია, საქართველოში ყავთ პინგვინები და ალბათ იქაც გააშენებს მე და ისე ერნებს. ტრამპს თავისი გემრიელი გეგმა აქვს და არავის არაფერს არ დაუთმობს. ეხლა რაც შეეხება უკრაინის თემას, რომ აი უკრაინამო თვითონო უარი თქვაო იმაზე, უარი ათქმევიესო ბირთვული არაღზე. არ შეიძლება ამის შედარება, ჯერ 1991 წელს მსოფლიოში პირველად გაჩნდა იმ საზღვრებში უკრაინა, რომელ საზღვრებშიც ისა რა ქვია ვიცნობთ ჩვენ. არსებობდა 18-21-ის პერიოდში უკრაინის სახელმწიფო რაღაც ძალიან პატარა წარმონაქმნი ამასთან შედარებით. მანამდე საერთოდ არ არსებულა ასეთი სახელმწიფო, რასაც უკრაინა ერქვა. რაც შეეხება ატომურ ტექნოლოგიებს და ბირთვულ იარაღს, ეს არ იყო უკრაინის ბირთვული პროგრამა. ეს იყო საბჭოთა კავშირის ბირთვული პროგრამა და ის არ შეუქმნია უკრაინელებს. უკრაინაში შეიქმნა, თქვათ უკრაინის ტერიტორიაზე ბევრი რაღაცები შეიქმნა და უკრაინის ტერიტორიაზე ინახებოდა ეს იარაღი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს იყო უკრაინული. ეს იყო საბჭოთა წარმოების იარაღი, უკრაინელებს მისი გასროლის საშუალებაც კი არ ჰქონდათ, იმიტომ რომ თვითონ ბირთვული იარაღის კოდები, საბჭოთა კოდები იყო და დიდი რაც შეიძლებოდა იმ იარაღიდან უკრაინელებს, რომ ძალიან გაჯიუტებულიყვნენ, გამდიდრებული ურანი გამოეღოთ და ახალი სარაკეტო კომპლექსებისთვის გამოიყენებიათ. სხვა შემთხვევაში არაფერი და საერთოდ უკრაინას ჯერჯერობით თვითონ უკრაინული წარმოების რამე არაფერი არ აქვს შექმნილი. შექმნილი თუ რამე იყო უკრაინაში, ან თუნდაც პოსტსაბჭოთა პერიოდში ეს იყო ყველაფერი საბჭოთა კავშირის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქმნილება, რომელიც დარჩა უკრაინას ისე როგორც ჩვენ დაგვრჩა თავის დროზე ავტოქარხანა ქუთაისის, როგორც თავის დროზე დაგვრჩა 31 საავიაციო ქარხანა, რუსთავის ესა რა ქვია აზოტი მეტალურგია და ის სხვა შორის საქართველოშიც იყო ბირთვული კვლევითი ცენტრი მცხეთაში და ეს მერე ბრიტანელებს გადასცეს და საქართველოს დაცალეს ატომური ტექნოლოგიებიდან. ეს კიდე ცალკე თემა არის, ამიტომ უკრაინა თუ ოდესმე მეტი არა ჩემი დამაწყევარი
ბირთვულ ტექნოლოგიების შექმნას დაიწყებს, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ის არის უკრაინული წარმოების. და რაც შეეხება სამხრეთ აფრიკას, სამხრეთ აფრიკამ ზუსტად მის ტერიტორიაზე მისი ფულით, მისი მეცნიერებით, მისი ინფრასტრუქტურით, მისი რესურსებით ისრაელის დახმარებით შექმნა ბირთვული ბომბა და თვითონ თქვა უარი ამ ყველაფერს. ეს ანდერძით დარჩენილი ტერიტორია იყო, რა ქვია, ამიტომ არ შეიძლება ამ ყველაფრის შედარება ერთმანეთთან. და ერთ სიტყვი კიდე ის ბირთვული იარაღი რომ არ გატანილიყო უკრაინიდან და ყოფილიყო უკრაინაში, აი ბირთვული ომები და ბირთვული კატასტროფები მერე ენახა მსოფლიოს. იმიტომ რომ უკრაინა ასეთი უმდიდრესი ქვეყანა ისე გააღარიბეს და ისე გააღატაკეს და ისე გამოჭამეს და ისე გაათახსირეს და ისე გაანადგურეს, მაიდნამდე მიიყვანეს. და იქ რო ბირთვული იარაღი ყოფილიყო, ბირთვული იარაღი პირველს გაყიდიდნენ მაგ ბირთვული იარაღს და პირველს გაყიდიდნენ მაგ ყველაფერს. ხო, აი მერე გენახათ თქვენ ისა რა ქვია, ის ბირთვული იარაღი რომ მოხდებოდა რომელიმე აგრესიული ლიდერების ან იმის რა ქვია სახელმწიფოების ან რომელიმე დაჯგუფებების და ემათ ხელში უკრაინელები ფულზე ყველაფერს გაყიდდნენ. აბსოლუტურად ყველა ერთი წამი არ დაფიქრდებოდნენ. ამიტომ იქიდან რომ გაიტანეს ის იარაღი, კაცობრიობა მადლიერი უნდა იყოს პირიქით. იმიტომ შტერის ხელში ძალაუფლება ერთი ისი არის საშინელი და მერე და მეორე, როდესაც ასეთი მოღალატე ხელისუფლება, როგორც უკრაინას ყავდა მთელი იმ წლების მანძილზე დღევანდელ დღემდე, ეს კიდე ცალკე ფენომენი არის, რომ ასეთი უძლიერესი და უმდიდრესი ქვეყანა, რომელსაც აღმოსავლეთის საფრანგეთს ეძახოდნენ, ასე გააშიმშილეს, ასე გაამათხოვეს, ასე დაანგრიეს, როგორც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ის ავტოქარხანა, საავიაციო ქარხანა, როგორც გავანადგურეთ მეტალურგია და ასე შემდეგ, ისე გაანადგურეს იმათმაც. და ტაშფანდურს უკრავდნენ, როდესაც კრაზის წარმოება დაასამარეს უკრაინაში აქ ბოლო პერიოდში. ხო. გახარებული იყვნენ, რომ საბჭოთა მემკვიდრეობიდან გამთავისუფლდით. ნუ ჰამლეტ კი რა თქმა უნდა მასე იყო საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, იყო რუსეთი და თავისთავად ასე, მაგრამ ახლა მოდი სიმართლე ვთქვათ, თუ სამართლიანად მიუდგებით მაგ ყველაფერს, საბჭოთა კავშირში ყველა 15-ვე რესპუბლიკას ჰქონდა წვლილი შეტანილი და უნდა განაწილებულიყო საბჭოთა კავშირის ქონება ყველაფერში ამ 15 რესპუბლიკაზე და შეიძლება ყველას ცოტა რაღაცა ნაწილი უნდა შეგვხედრო და მით უმეტეს ქართველებსაც უნდა შეგვხედრო და ბირთვული ბომბის რაღაც ნაწილი, ხო, ეს სამართლიანობას რო გავყვეთ. თუმეტეს ლავრენტი ბერიას და იოსებ სტალინს წვლილი აქვს მაგ ბირთვული იარაღის შექმნაში და ჩამოყალიბებაში საბჭოთა კავშირში, იმდენი არავის არ აქვს შეტანილი, მაგრამ მე ერთ კითხვას დავსვამ, რომ საქართველოს რო ბირთვული ბომბი ქონოდა, რა იქნებოდა? ან სომხებს ქონოდათ, ან აზერბაიჯანელებს ქონოდათ. ამ თქვათ და ჩეჩნები, რომლებიც დამოუკიდებლობას აცხადებდნენ, ჩეჩნების ხელში ჩავარდნილი იყო ბირთვული იარაღი. ის ხო ამდენი ხანი უკვე გასროლილი იქნებოდა. ზემოდან კიდე უყურებენ იმას, რომ ისეთი ხალხის ხელში არ ჩავარდეს ეს ყველაფერი და სხვათა შორის ბუშს მეტი სადარდებელი კი არ ქონდა. მამა ბუშს იქ ქონდა სადარდებლად. როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ეს ბირთვული იარაღი ვის ხელში ჩავარდებოდა. და ამიტომ იძახოდა და ამიტომ ყვიროდა და წიოდა და კიოდა, რომ ესა რა ქვია, საბჭოთა კავშირის დაშლა პუტინს რო აბრალებენ, გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. ეგ პუტინის სიტყვები არა, ეს ბუშის სიტყვებია. ამიტომ ესენგე დამოუკიდებელი სახელმწიფო და დსთ-ს დღეს რო იძახიან, ეს რუსული პროექტი არ ყოფილა,
ეს იყო ამერიკული პროექტი თავიდან ბოლომდე, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა დანარჩენი ყველა ქვეყნების გაერთიანებას და რეამინირებას მართვად საბჭოთა იმპერიას ითვალისწინებდა. თუ არა ეს დესეთი არც რუსებს არ უნდათ რომ იცოდეთ ის. ეს იყო სუფთაწმინდა ამერიკული პროექტი. და საქართველოს რომ წინააღმდეგი იყო დსთ-ში გაერთიანებისთვის, ზვიადი რომ გამოვიდა და წყლებულმა რო თქვა ესენი ფიქრობენ რომ აღადგინონ ისევ და ისევ ის წყობა ოღონდ სხვა ფორმით და ახლა კომუნისტი მაგათვისიც კი ის არის რა ქვია სამარცხვინო სიტყვა არისო. ზუსტად აი მესენგეზე იყო პრობლემა და ამიტომ შეიძულეს და შეიზიზღეს ზვიადი ამერიკელებმა და დასავლეთმა რომ ის არ იყო თანახმა იმ ამერიკულ პროექტში, რომელსაც ესენგე ერქვა, იმაში ყოფილიყო და იმას იქნა, იმიტომ რომ ამ ფორმით ამერიკელები პირველ რიგში კარგად ხვდებოდნენ, რომ ამ ხელა სივრცეს, რომელიც იყო საბჭოთა კავშირი, ვერავინ ვერ გააკონტროლებდა და ამ ყველაფრის კონტროლს ყველაზე მეტი კარგად ვინ მოახდენდა ყოფილი კოლონიზატორი ამ სივრცის, იგივე რუსეთი, ოღონდ რუსეთი უნდა ყოფილიყო ამერიკელების მართვის ქვეშ და იდეალური სიტუაცია იყო ამერიკელებისთვის მოყოლებული ელცინის პერიოდიდან. ნუ რა თქმა უნდა, ჩემო ძმაო, მე აი ტყვილი იყო 100%-იანი მართალი იყო. ამათ რომ იცე ახლა ბირთვული ბომბი აკაცუკოებს და ამიმგენს რომ იცე ბირთვული ბომბი ან კიტოვანისთვის და იოსელიანის ხელში რო ყოფილიყო, თვითონ საქართველოსშივე ჩამოაგდებდნენ, ერთი მეორეს გაწყვეტავდნენ. აფხაზეთში ჩააგდებდნენ, სამეგრელოში ჩააგდებდნენ. შეიძლება ზოგ თბილისისთვის დაერტყა. არ იცი ამათი ბუნება? ნუ ეგ არის რა და არა ერთ მხრივ ის საფრთხე ნამდვილად არაა რომ ახლა კოცები საერთოდ ომის ისე რა ქვია მშვიდობის მტრედები არიან ასეთი ის აქვს ნიღაბი აქვს მორგებული და არ ამგონია რომ კოცებს ისე რა ქვია რაღაცა გამოხტომები დაეწყოთ და ირანის საწინააღმდეგოდ საჰაერო სივრცის დათმობები და მსგავსი რაღაცები დაიწყონ. ერთხელ ზოგი ჭირი მარგებელია. თუ არა ირანი აუცილებლად მიიტანს დარტყმებს იმ ქვეყნებზე თქვა, როდესაც ვამბობდი, ირანს განცხადებული ქონდა, რომ რომელი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოში, თუ იქნებოდა რაიმე საფრთხე ირანისთვის აუცილებლად დაარტყმავდა და აქამდეც ისრაელამდე თუ აღწევდა იმის რაკეტები, ირანის რაკეტები, აგერა 400 კილომეტრშიც უპრობლემოდ დაბომბავენ საქართველოში ნებისმიერ წერტილს. ნუ არ შედგება ჩემო ძმაო და ნუ შედგება ვნახავთ დანარჩენს. თქვა მე то что будет, того не миновать. შევხედავთ აგერ ყველაფერს. ეგ ყველაზე ნაკლებად ჩვენზე არის დამოკიდებული და ნახოთ, ყველგან არეულობა როა ხო ყველა უყურებს. აი ჩინეთში რამხელა შეთქმულების ის იმას ქნეს, რა ქვია, არხი გახსნეს და რამდენი გენერალი დაიჭირეს და რამდენი ის. ეს არ წყდება ქვეყნებს შორის მტრობა მათუ იმ ფორმით. დღეს რო რაღაცაზე შეთანხმდებიან და ხელს მოაწერენ, ის იმ კონკრეტულ საკითხზე არის შეთანხმება და იმაშიც ეჭვობენ გამოიყენონ თუ არ გამოიყენონ ეს შეთანხმებები სრულად და ლევან ჩემო ძმაო, ქართველების უმრავლესობა, რომელიც პოლიტიკაზე ლაპარაკობს და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, და აი პოლიტიკაში არის 90% არის დებილი. დებილი, ჩამოყალიბებული დებილია. ვინც პოლიტიკაში არის და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. ასია ეს. ეს არის ჩამოყალიბებული, ტვინგამორეწყილი ბიდლა მასა, რომელსაც რა უნდა ვერ გაიგებს. არც ის იცის და არც უნდა რომ იცოდეს. ესენგეს პროექტს გაიგებს, ამერიკელების გეგმებს გაიგებს საქართველოში, მსოფლიო გლობალურ მოვლენებს გაიგებს, თუ რას გაიგებს.
90% ნაცი, ქოცი, ესენი სულ ყველა არის დებილი ბიომასა. წიგნი არ წაუკითხია, თხა დაგიგო არიციან. და გელაპარაკებიან რაღაცაზე, რო წავიდეს ლაპარაკი, იმ წუთში მოგი დაგუგლავენ ერთს და შეიძლება გუგლიც არა ვიღაცას მოусმენენ და მოეწონებათ მისი თეორია, ასია. დაბეჭდავს TV პირველი, დაბეჭდავს ისა რა ქვია, ფორმულა რაღაც ტრენდს, აზრის ლიდერებს დაუგზავნის და მორჩა ატეხავენ ყველაფერს ერთ ამბავს. იქეთ იმედი ატეხავს ერთ ამბავს. ასე ხდება ეს. აი ახლა ელემენტარულად დამჯდარი არიან იქ სუსის სავირთხეში. ესენი რა ქვია, დინარაძის ვირთხები. და როდესაც ხედავენ, რომ სოციალურ ქსელებში და საზოგადოებაში რაღაც აზრი ფორმირდება, იმ წუთში ცდილობენ, რომ ალტერნატიული ფორმა მოუნახონ. და როდესაც მათ მიერ ჩადენილ გუშინ წინ მომხდარ მოვლენებზე, რომ ერთი პრემიერი დამნაშავე, მეორე პრეზიდენტი მოღალატე, პრეზიდენტი აგენტი, თავდაცვის მინისტრი აგენტი, ის აგენტი, ეს აგენტი, ის მოღალატე, ეს მოღალატე. და ამას როდესაც სვამ ამ კითხვას, ეს ამის ალტერნატივა რა ჩაუშვეს, იცი მათ გამოსწირებული მასში, ქოცბანდაში. ზვიად გამსახურდიასაც ასე არ უქნეს? აბა ზვიად გამსახურდიას ხო ყველა მოღალატას ისია თურმე ბატონი ბიძინაც. და ეს ხალხი დებილია, ვადმყოფი ხალხი. სრული, იმით რა ქვია, იმით გეკითხება, რომ აბა გამსახურდიას რო უღალატეს რა, ბიძინას არ უღალატებენ? და ამით ახდენენ განეიტრალებას იმისას, რომ თვითონ სინამდვილეში რაც იყვნენ. და ხალხს ამის ჯერა. იმ კითხვას არავინ არ დასვამს, რომ ჯერთი ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთიდან, როგორც ცხადა დედამიწა, ისე განსხვავდება. ზვიად გამსახურდია მოდიოდა სამშობლოს სიყვარულისთვის, ერის ბედნიერებისთვის და მისთვის ეს ყველაფერი იყო მძიმე ტვირთი და უნდოდა რომ ქვეყნისთვის სიკეთე მოედანა, იდეოლოგია ჰქონდა და ეს მოვიდა პოლიტიკაში, იმიტომ რომ თავისი ფული, თავისი ქონება და თავისი ყველაფერი ჰქონდა, უზრუნველყოფილი ისხედავდა თავისუფალ საქართველოს, თავისუფალი მოსახლეობით ესხედავდა მონას და დამონებულ, დაჩმორებულ, გამოშტერებულ, გამოგენდერებულ საზოგადოებას. ეს ერთი იდეაში როა იყო. მეორე ზვიად გამსახურდიას მოსვლის დროს მსოფლიოს გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია ხდებოდა და ჯერ საქართველოს რო დაიშალა იმ პერიოდში საქართველოს მართლა დაგვიფაროს პროცესი მიმდინარეობს საბჭოთა კავშირი რო დაიშალა ზვიად გამსახურდია რო გახდა პრეზიდენტი სახელმწიფო ინსტიტუტები საერთოდ არაფერი ფორმირებული საერთოდ დამოუკიდებლობა 200 წელიწადი არ ჰქონდა მართლობა არავინ არ იცოდა ის არ იცოდა ეს არ იცოდა საქართველოს გაგავსებული იყო 320,000 საბჭოთა ჯარი იდგა იმის იმაში და კონფლიქტები და უბედურება და ასე და ეს და ეს და შემდეგ. ის მოვიდა ეროვნული განმანთავისუფლებელი მოძრაობიდან და ეს როდესაც მოვიდა, ასე თუ ისე საქვეყანოს ქონდა რაღაცა თუნდაც მახინჯი წარმონაქმნის ფორმა ქონდა მიღებული, ეს ყველაფერი გავლილი იყო. ტრანსფორმაცია სოფლიოში არ იყო ესეთი გეოპოლიტიკური ძვრების პერიოდი და ესა რა ქვია სახელმწიფო ინსტიტუტები მენაკლებად ჩამოყალიბებული იყო და ერის და საზოგადოების მდგომარეობა სხვა იყო. ის მოვიდა ბრძოლით და ქვეყნის განთავისუფლებით და ეს მოვიდა შიდა პოლიტიკით. თავის ვისაც აჭმევდა და ასმევდა, იმას ვეღარ აკონტროლებდა და იმიტომ მოვიდა. მერე ზვიად გამსახურდია იყო 6 თვე და ბიძინა ივანიშვილი აგდია 14 წელიწადი ოფიციალურად. ასეთ რაღაცებს არ სვამენ, თუმცა ზვიადიშვილი ყოფილა ეს კოკო გამოსული და ზვიადს რო ასეთი სახელმწიფო სისტემები ქონდა, გადატრიალება ვერ იქნებოდა. ყველამ კარგად იცის რომ ასე იყო. და ახლა ამ აზრს ასე ალიდერებენ. რომ თურმე ასეა საჭირო. ახლა თურმე და კიდე ერთი და მთავარი. არასდროს და ვერასდროს ვერც ერთი ქოცი და ვერც ერთი მათი უჯიშო შთამომავალი ვერასდროს ვერ იქნება ზვიად გამსახურდია. არასდროს ბიძინა ივანიშვილი ვაჭარი, ჩარჩი ვაჭარი, რომელსაც სულ ფეხებზე კიდია ქვეყანას, ამშობლო, მსგავსი რაღაცები, მარტო ფული აინტერესებს, ვერასდროს ვერ იქნება
ზვიად გამსახურდია და ვერასდროს ვერ იქნება ეროვნული ლიდერი. ვერა. და არასდროს არ მოხდება ეს. ყველა მიცის, რომ ეს არის ერთი მედროვე, ერთი ჩვეულებრივი ჩარჩი, ვიღაცა, რა ვიცი, ანტიქართველი, ქართველის ანტიპოდი, ზვიად გამსახურდი არის. თუმცა ფულიანი, ზვიად გამსახურდი არის ადამიანი იდეით, цариელი ჯიბით და თავგანწირვით საკუთარი სამშობლისთვის. ზვიად გამსახურდიას თუ რამე შეცდომები ჰქონდა, არც ერთი სტრატეგიული შეცდომა მას არ ჰქონია. თუ რამე შეცდომები ჰქონდა, იმან რაც მოხდა მის იდეას სიცოცხლე შეწირა. ბიძინა ივანიშვილი და ქოცები თვითონ შეწირავენ თავს, იდეას კი არა. თავის ზებრასაც არ შეწირავენ ხალხისთვის. ხალხი შიმშილით კვდება საქართველოში და ამას ზებრა და პინგვინი და ზვიგენი ადარდებს. თქვენ აი ლინკოლნის სიტყვებია, მე ვიციო ზოგიერთიო პოლიტიკოსიო, რომელიც მზად არისო მისი ამომრჩევლისო და მისი ხალხის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლოს საკუთარი კეთილდღეობისთვისო. ბიძინა ივანიშვილი მთელ ერს გაწირავს, მთელ ქვეყანას გაწირავს, თავისი ოჯახისთვის, თავისი პინგვინისთვის, თავისი ზებრისთვის და ზვიგენისთვის. და თողონ თვითონ არაფერი მოუვიდეს. და როდესაც აი ესეთ ლუარსაფთათქარიძეს ყვარყვარეს ადარებ ეროვნულ გმირს და რაინს, მინიმუმ დებილი უნდა იყო და მაქსიმუმ მაგარი დედამოწყნული უნდა იყო, რომ ეს მოგივიდეს თავში აზრად. წადით ვიღაცა საკიჭამია შეედარეთ საქართველოს ისტორიაში. წადით ნოე ჟორდანია შეედარეთ საქართველოს ისტორიაში. შევარდნაძეს შეედარეთ თქვენ სულიერ მამას. რა გინდა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავასთან კოცებს რა საერთო გაქვთ? ვინი ჯილა გიმოვთო. რა საერთო გაქვთ? სოლომონ მეჭღანუაშვილების და მას რა ქვია? ფენომენს. ხო კი ბატონო, უფრო უარესები და უფრო წყალწაღებულები. ზვიად გამსახურდია ეგერ იმას რა ქვია, ამერიკის პრეზიდენტით და ემით მისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ რო არ გააკეთა, გამოვიდა და პირდაპირ უთხრა დინებას პლარითებზები მიყვებიან და თქვენ მზად ხართ უკრაინის ელჩს ასტრაქში შეუძრეთ, რომ ზელენსკის ლეგიტიმაცია, ზელენსკიმ თქვენი ლეგიტიმაცია ცნობს. ვისე დარებით ბიჭო საერთოდ. ვისე დარებით. დედა თამარი იყო ის გიორგი, დედა თამარი იყო. ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ ნახოთ. დედა თამართან. საპატრიარქო რო გასაწმენდია და საპატრიარქოს დაამთავრეთ ის ფიქრები, რომ საპატრიარქოდან რაიმე სიკეთე შეიძლება წარმოიშვას. საპატრიარქო თავიდან ბოლომდე ჩაგდებული არის ებრაული აგენტურის ხელში. თავიდან ბოლომდე. დაამთავრეთ ამას ლაპარაკი. იქიდან არასდროს სიკეთე არ წამოვა ქართველი ერისთვის. იქიდან წამოვა მხოლოდ უბედურება და ცული. რო იცოდეთ ისე. და სირცხვილი სადა აქვს ჩემო ამირან სადა აქვს ვის აქვს სირცხვილი? ჩარჩს აქვს რაიმე სირცხვილი? ჩარჩს რა შეეხება, ხო? ჩარჩს შეუძლია ერთი ელემენტარული რაღაცა გააკეთოს. გამოვიდა ზვიად გამსახურდია გალანძღა. გალანძღა მისი არჩევნები რო დაგავიწყდათ? ასე არ არის მარტო სამშობლო გიყვარდესო, მართვა უნდა შეგეძლოსო და შესაბამისი მანერები და განათლება უნდა გქონდესო. ეს ზვიად გამსახურდიას არ ქონია განათლება, მანერები და ამას ქონია ბიძინა ივანიშვილს და ქოცებს.
ამათი ფულზე გაყიდული დედა მოტყა დიდი ან პატარია საერთოდ ვის ახსენებენ წავიდე პინგვინს მოუარე ეგრე და ზებრას მოუარე და მერტმა დაგლოცოს ბიზი და ომი არა ჩემო კარგებო ეს არის მოლოდინი და რა ვიცი თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაქვთ დამისვით და დაგემშვიდობებით უახლოესი 2 კვირის მანძილზე გაირკვევა ყველაფერი ამ 2 კვირის მანძილზე ამერიკელებიც დაასრულებენ ჯარების გადაჯგუფებას ამ 2 კვირის რადიუსში ჯდება ზუსტად ის, როდესაც ირანში შეიძლება ახალი არეულობის კერა გაჩნდეს შიიტური წესის მიხედვით, გარდაცვალებულთა სულის მოხსენიების პერიოდი დგება და ერთი მეორეს ემთხვევა და ნახოთ რა იქნება. მოდით მაგვაჭარზე თქვათ ხო აქვს გაგეთით და მომისმენია ჩემო ზურა აი შენ თუ ძალიან გაინტერესებს ხო ეშმაკსაც მოაქვს ზოგჯერ სიკეთეო ნათქვამია დადებითი შენი ქვეყნისთვის გაკეთებული იმასთან შეწონადი თუ გახდება შენ ქვეყანას რა ზარალი და ზიანი მოუტანე თუ იქნება 101-თან იმ შენ ერთ გაკეთებულს არაფერი დადებითი არა მასე დადებითი მიშასაცაა გაკეთებული რაღაც დადებითები მიშასაცაა გაკეთებული და მასე ისიც შეიძლება ითქვას რომ მიშას დროს მოწესრიგდა ესა რა ქვია დენი ჩაირთო გაზი მოვიდა იმას იქნა ამას იქნა რა ვიცი გზები დაიგო იუსტიციის საკითხები მოგვარდა, თამს არ იღებდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მაშინ მიშას ვადიდოს თას. რა ვიცი, რა ლოგიკაა ეს მე ვერ ხვდები. ნებისმიერი მმართველობის პერიოდში ხდება რაღაცა დადებითი და უარყოფითი. არ არსებობს 100% უარყოფითი. მმართველის პერიოდში და არ არსებობს 100% დადებითი. თქვენ თუ ის რაღაც გაკეთებული გაინტერესებთ, მარტო და ის გაფუჭებული არ გაინტერესებთ, რა ვიცი, ამას ზომბირება ქვია ჩემო გარკვ. 15-16 წლის შეყვარებული ბავშვი რო იქნება, რომ უარყოფით მხარეებს რო ვერ ხედავს შეყვარებულში, დაახლოებით ეს არის, რომ ან დედას რო ყავს ოხერიშვილი და რაც არ უნდა დააშაოს მისმა შვილმა, მაინც რო ეცოდება და მაინც რო უყვარს და მე არ მაქვს ესეთ დამოკიდებულებები. ჰამლეტ როგორც ასეთი ბომბი ირანს არ აქვს. ურანი გამდიდრებული ურანი აქვს, მაგრამ ურანის გამდიდრების პროცენტულობა არის საჭირო ჯერ ერთი. და მარტო ურანის გამდიდრება არაა საკმარისი იმისთვის, რომ ის იყოს. მომისია ჩემო ძმაო, კაცი რომელიც ქვეყანაში უსამართლობას დააკანონებს უსამართლობის წესს შემოიღებს, კაცი რომელიც ნარკომანიას შემოუშვებს, კაცი რომელიც გირჩევს უამრავლებს ქვეყანაში, კაცი რომელიც თავისი მმართველობის პერიოდში ყველაფერ ეროვნულს და ყველაფერ ზნეობრივს და ყველაფერ ქართულს ებრძვის, ამას წყალწაღებული არ ქვია? წყალწაღებული კი არა, მე გეუბნები, სააკაშვილზე მეტი დედამოტყნულია. ის იყო პირდაპირ და მოდიოდა და გეუნებოდა და მთელი იყო ბოლო გაერთიანებული ესაა ამტერი და ესაა დამაქცევარი. ბიზნეს მიმართ ხალხი ლოცულობს და ძალა არ იკვრება. ის მოისყიდა, ის იმასკნა, ის ვინც ვერ იყიდა, ის გააქცია, ის მოკლა, ის ამასკნა, ის ამასკნა. წყალწაღებულია რა. რაც დააკლო იმან, ამან ბოლომდე გაანადგურა ამ ქვეყანაში. რა ვქნა ახლა ქალბატონო ხო მართალია რომ გამაღიზიანებელია როდესაც შეურაცხყოფელ სიტყვებს ვახსენებ ადამიანი ვარ მეც და ეს არა ვარ რა ქვია ახლა მომისმენთ აბა რა გითხრათ აი მოусმინეთ დახვეწილ აფერისტებს ისინი ძდილობიანად ლაბარაკობენ კაცო მოხდება
მოხდება ძმაო ეს კაცობრიობის ის რომ ომი მოხდება და ის რომ ადრე თუ გვიან იქნება სასტიკი შეტაკებები და ოდესმე იქნება მაგის გარდაუვალი პროცესი არის საერთოდ კაცობრიობის მოვლენა არის მაგრამ ამის გამო რა ვქნათ ჩვენ არც შემოგევლი მე ახალ ტინფოზე სალაპარაკოთ და იმგენის სალაპარაკოთ არ მაქვს საჭორი იქნოთ არ მაქვს ლაივი გამართული მილიონჯერ მილაპარაკებია და მილიონჯერ მიქვია ვინვინაა და არ მაქვს სურვილი სიმართლე გითხრა ახლა რაღაცა სერიოზულ თემაზე ვლაპარაკობდე და ეგეზე ჩამოვიდე ის რა ქვია ურგუშიას კანტორაზე ვილაპარაკო უჭირეთ ხარი ვისაც გინდათ და იარეთ აქციებზე და დააფინანსეთ ვისაც გჯერათ მისი გაიხარე ვახ გაიხარე კარგი დაგემშვიდობებით აბა მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა დანარჩენი ნახოთ რა იქნება